მოგესალმებით ჩემო ძვირფასო, საყვარელო და ერთგულო მაყურებელო. დღეს 2025 წლის 25 დეკემბერია. სხვა რაკურსი გიორგი ჯაჯანიძესთან ერთად გთავაზობთ 23 სეზონის ბოლო გადაცემას. სიამაყით მინდა გითხრათ, რომ სხვა რაკურსი კვლავაც რჩება მაღალ რეიტინგულ გადაცემად და პირობას გაძლევთ, ასე გაგრძელდება. როგორც ყოველთვის, დღესაც საინტერესო ამბით ვარ წარმოდგენილი. რა თქმა უნდა, საინტერესო სტუმრებთან ერთად. არ დავარღვევ ტრადიციას და წელსაც სეზონის ბოლო გადაცემაში გთავაზობთ მომავალი 2026 წლის ასტროლოგიურ და ეზოთერულ პროგნოზს. პროგნოზის გარდა, ჩემი სტუმრები გვირჩევენ თუ როგორ შევხვდეთ ახალ წელს, რა არის მთავარი და რა უნდა გავითვალისწინოთ. როგორც ასტროლოგები ამბობენ, მომავალი 2026 წელი იქნება ცეცხლოვანი ცხენის წელი, რომელიც 60 წელიწადში ერთხელ შემოდის. ამ წელს ახასიათებენ როგორც ენერგიის, ვნებისა და ცვლილებების სიმბოლოდ. ყველა აგრესია დამარცხდება. ცხენის სიკაშკაშე ნათელს მოფენს ყველა მზაკვრობას და სამართლიანობა იზეიმებს. და კიდე ვიცით რა? ცილის მწამებლები და ტროლები გაქრებიან და ყველას ყველა შეუყვარდება. ეს მე დავამატე. მოდით, ახლა გადავალ სტუმრებთან და უფრო კონკრეტულად ისინი გვეტყვიან, რა ხდება ამ დროს კოსმოსში. მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ მოხვედით. გილოცავთ დამდეგ ახალ წელს და მოდი მაყურებელს მივაწოდოთ ინფორმაცია, თუ რა წელია, როგორი წელია, რატომ, რისთვის, როგორ ვიქნებით და ასე შემდეგ. ეხლა თქვენ არ იფიქროთ ძვირფასო მაყურებლებო, რომ ეს ორი ვაჟკაცი ასტროლოგი ან ეზოთერიკოსია. უბრალოდ მოვიწვიეს სიმბოლურად, იმიტომ რომ ცეცხლოვანი ცხენის წელში არიან დაბადებულები, ძლიერები, წარმატებულები, კეთილი ადამიანები და ასე შემდეგ. ასტროლოგი ხატია ბედოშვილი. ხატია. მოდი დავიწყოთ. რა არის ეს ცხენის წელი? 2026 წელი არის განსაკუთრებით გამორჩეული წელი, იქიდან გამომდინარე, რომ გვაქვს იშვიათი მოვლენა, ხო, როგორც არის ცეცხლოვანი ცხენის წელიწადი და ესეთ წელს ყოველთვის მოაქვს ხოლმე განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენები, როგორც მსოფლიო მასშტაბით, ასევე თითოეული ადამიანის ცხოვრებაში და შესაბამისად თითოეული ქვეყნის ცხოვრებაში. ეს არის გარდამტეხი პერიოდი, როდესაც ჩვენი ახალი მერწყულის ეპოქა უკვე თავიდან ბოლომდე დაიწყებს ვიბრირებას და რაღაც მომენტში შეიძლება ვიგრძნოთ კიდევაც, რომ აი ეს ინფორმაციული მოზღვავება იყოს ძალიან დიდი ინფორმაციის, ხელოვნური ინტელექტის, განვითარების და თითოეულ ადამიანს მოუწევს, რომ სიახლეებს აუწყოს ფეხი პირველ რიგში და ამავდროულად შემიძლია ყველა ადამიანი გავახარო და ვუთხრა, რომ ოცნებები, რომლებიც გააქვთ დიდი ხნის მანძილზე, ან ზოგადად შეიძლება მთელი ცხოვრების მანძილზე ჰქონდეს ადამიანს რაღაცა ოცნება, სურვილი, ან მიზანი, რომელზეც შეიძლება მუშაობდით აქამდე, მაგრამ არ ხორციელდებოდა, შესაძლოა არ იყო მაინც და მაინც ესე ვთქვათ, წარმატების მომტანი ან მოლოდინებს არ ამართლებდა. 2026 წელი ყველა ადამიანს მისცემს საშუალებას, განსაკუთრებით შემოქმედებით ადამიანებს მისცემს საშუალებას, შემოქმედებითი ადამიანები დიდი პატივისცემა თქვენ ჩემგან ყავს აგერ სტუდიაში და ნამდვილად არის შანსი, რომ კიდევ ერთხელ გააცოცხლოს თითოეულ ადამიანმა რაღაც ახალი შემოქმედებითი ნიჭები საკუთარ თავში გამოავლინოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის აღნიშნოთ ისიც, რომ ამისათვის არ დაგჭირდება რაღაცა კონკრეტული ფინანსური რესურსები ან რაღაცა დიდი ფულის ჩადება. 2026 წელი ჭკვიან ადამიანებს, სულიერად განვითარებულ ადამიანებს, შემოქმედებით ხალხს აბსოლუტურად გზას უხსნის. ვაგრძელებთ გადაცემას, გიორგი. კეთილი იყოს თქვენი ფეხი ჩვენს გადაცემაში. დავიწყოთ მოკლედ, აი თავიდან ვიტყვი ერთ საინტერესო რამეს, რომ აი ცხენის წელი ეს არის აღმოსავლური ასტროლოგიის მიხედვით, თორე დასავლური ასტროლოგიის მიხედვით არის ლომის წელი.
იმიტომ რომ იუპიტერი, პლანეტა იუპიტერი ადგენს თუ რომელ ნიშანში გადავა, ის არის დასავლურის მიხედვით წელი, ანუ ლომის წელი არის დასავლურით. აღმოსავლური ცხენი, ეს არის მოდი აღმოსავლურით ვისაუბროთ, ხალხი სულ არ დავაბდიოთ ახლა. კი, და რადგან საქართველოს ითვლება რომ ლომია ზოდიაქოთი, ესე იგი დასავლურის მიხედვით საქართველოს წელიც გამოდის. ეს არის საქართველოს წელი, ეს არის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ ხო ესე ითვლება დამეთანხმებიან ასტროლოგები, რომ საქართველოს არის ზოდიაქოთი ლომი. დიახ, ესე იგი, თქვათ ჩვენ აი კარმული ვისთვის შეიძლება იყოს, ნუ კარმული ძალიან აქტუალურია ეს თვითონ ესეთი მიმართულება. კარმული არის ვერძისთვის, არის კარმული, ესე იგი, ვერძისთვის არის კარმული, კარმული იქნება მერწყულისთვის, ზოდიაქო მერწყულისთვის და ასევე ოღონდ განმარტეთ კარმული რას ნიშნავს? კარმული, იცით ხო, ცოტა რთულია განმარტება, შედეგებს წარმოშობს, ანუ უკვალოდ არ ჩაივლის, ანუ ესე იგი, ვერძი, მერწყული, მშვილდოსანი აი რაღაც კვალს დაამჩნევს აი მათ ცხოვრებაში. ხო, აი ეგ არა, აი სადაც ვიწროაო რა, აი შეიძლება კაი შეიძლება, ხო, აი ეგეთი ის არის. კარმული. რაც შეეხება სასიყვარულო მიმართულებით. სასიყვარულო კუთხით არის თევზები, ფავორიტი, ასევე სასწორი და ვერძი. ნუ ვერძისთვის თან კარმულია, მაგრამ შეიძლება იყოს ძველის დასასრულის და ახლის დასაწყისის. ეს არის საინტერესო და პოზიტიური მიმართულებით, აი წლის ყველაზე პოზიტიური ნიშნები არის ლომი პირველ რიგში. იმიტომ რომ ლომი დასავლურის მიხედვით ლომი კი გადავიდა იუპიტერი, ასევე არის ქალწული, ოღონდ ქალწულებისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ იაქტიურონ და ფეხი-ფეხზე არ გადაიდონ, ეს მოძრაობა, ეს მნიშვნელოვანია და ასევე არის კიჩხიბებისთვის, კიჩხიბების შემთხვევაში მეგობრები იქნება ხელშემწყობი კიჩხიბებისთვის. აი ეს მოკლედ რომ მიმოვიხილოთ, აი ეს არის კურო სად არის? კურო ნეიტრალურია ბოდის კიხთით ვარსკვლავების სახელით, ანუ ცოტა. გოგა, გამოირჩევი კაცრი პროგნოზებით. აი ესე პირდაპირ გეკითხები, რა ელოდება საქართველოს? მოგესალმებით გულითა და მადლიერებით პირველ რიგში. საქართველოს ეს ძალიან დიდი ტრანსფორმაცია გაიარა საქართველოს, დასრულდა თავარი და დიდი პრობლემები მინდა გითხრათ. 2026 წელი ეს იქნება თავიდან დაბადების მინდა გითხრათ ეს ძველი ცუდი ციკლის დასრულების და საოცარ ეტაპზე გადასვლის პერიოდი. შესაბამისად, აუცილებლად გაუმართლებთ ადამიანებს, ვინც დაიცავენ ბალანსს. მთავარი წესი 2026 არის ბალანსის დაცვა. სულიერებასთან ახლოს ყოფნა, მედიტაცია, ლოცვა, ესე იგი განკურნვის წელი მინდა უწოდო 2026 წელს. ეს იქნება წარმატების, განკურნვის, დაბალვიბრაციული ენერგიების მოშორების, თავიდან დაბადების წელი მინდა გითხრათ. შესაბამისად, ესე იგი უდიდესი მოზღვავება, აუცილებლად იგრძნობენ უდიდეს მოზღვავებას ენერგეტიკულად, აი ზუსტად აქ ხდება პრობლემა. ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ გავმეორდები ბალანსის დაცვა. თუ საკუთარ თავში შევძლებთ იმ სულიერების პოვნას, მერწმუნეთ საოცარი პერიოდი ელოდება არა მარტო საქართველოს, მსოფლიოს. მარიამ, როგორ უნდა დავიცვათ ბალანსი? ეს ძალიან რთული საკითხია. გითხრა მით უმეტეს ამ დროს. ეხლა მოусმინე ყველას და საკმაოდ ესეთი კარგი პროგნოზებია და ძალიან მომეწონა. აი, ჩემი მხრიდან რა დავამატო ამ შემთხვევაში არ ვიცი, მაგრამ ბალანსის დაჭერისთვის მე ვფიქრობ, რომ ერთადერთი ენერგია, რომელიც აბალანსებს ადამიანებს, ეს არის სიყვარული. სიყვარული ერთმანეთის მიმართ, სიყვარული ხალხის მიმართ, რაც გვაქვს ამ ბოლო დროს დაკარგული. იმიტომ რომ ადამიანები გადასულები არიან ცოტა სხვა სიხშირეებზე, სხვა ვიბრაციებზე. პირველ რიგში ეგ უნდა გვახსოვდეს. სიყვარული ძალიან დიდი ძალა და ეს არის ჩვენი ბალანსი. როდესაც გვიყვარს ერთმანეთი და როდესაც ეხლა გიხსნით ერთ პრინციპს. ყველა ადამიანის twins აქვს თავისი გამოსხივება. გარკვეული სიხშირე, ღერცი. და როდესაც დადებით ტალღაზე გადავდივართ და რაც უფრო მეტი ადამიანი დადებით ტალღაზეა, თუნდაც ქვეყანა, თუნდაც მთელი მსოფლიო ძალიან დაბალანსებულია და არის სიმშვიდე. და ის ხალხი, რომელიც იქნება დაბალ ვიბრაციებზე, ან ცოტა ჩაციკლული ხოც მიწიერ პრობლემებში, სამწუხაროდ ბევრი არის, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცუდები არიან, მაგრამ აი ამ მატრიცაში ჩასმულები მათ უფრო გაუჭირდებათ და შეიძლება ფიზიკური პრობლემები, ჯანმრთელობის პრობლემა ცხოვრებაშიც ჰქონდეთ და მინდა გითხრათ, რომ საქართველოსთვის ერთადერთი რასაც ვიტყოდი, მართლაც ძალიან კარგი პერიოდი მოდის, ერთადერთი აი გაზაფხული და შემოდგომა ცოტა არეული იქნება. დანარჩენ შემთხვევაში მინდა გითხრათ, რომ მართლა ძალიან კარგად ვიქნებით და გადავდივართ ახალ ერაში და სულ წარმატებად ჩვენს ყველას და სიყვარული, რა თქმა უნდა. გოგა, რა არის ეს დაბალი ვიბრაცია
და როგორ უნდა ავიმაღლოთ ვიბრაციები. საინტერესო კითხვაა ნამდვილად. ესე იგი, როგორ უნდა ავიმაღლოთ ვიბრაციები? პირველ რიგში, აუცილებლად უნდა მივიღოთ ის დაბალი ვიბრაცია და დავაბალანსოთ მაღალ ვიბრაციასთან. მოგეხსენებათ, ადამიანის სხეულში, ესე ასტრალურ სხეულზე მინდა გავამახვილო ყურადღება და მოკლედ გეტყვით, ასტრალური სხეული შედგება 7 ჩაკრისგან. თუ გულის ანაჰატას ჩაკრასთან იქნება დისბალანსი, მაგ შემთხვევაში მიწიერებისკენ მიდის ადამიანი და სწორად ახსენა აგერ მარიამმა ზუსტად დაბალ ვიბრაციული ხდება ადამიანი, რომელიც მიწიერ სიამოვნებებთან არის ახლოს. მაგრამ სიყვარული გადაგვარჩენს, ასევე კარგად ახსენა და სწორად იყო ნათქვამი დაბალანსებისათვის. ყველაფერი, ესე იგი, ლოცვა, მედიტაცია, ურთიერთპატივისცემა. წარმოიდგინეთ, ზედმეტი სიკეთისათვისაც კი დავიშვებით აუცილებლად და აქაც ბალანსი უნდა დავიცვათ. სხვა შემთხვევაში ღერძიდან გადავდივართ, გულის ღერძიდან. თავარი არის ანაჰატა, სიყვარულის ჩაკრაზე ბალანსის პოვნა. ეს არის უმთავრესი. დაბალ ვიბრაციული ადამიანები არიან ასევე დაბალ ვიბრაციულ ენერგიებზე მყოფი ადამიანები არიან, ვინც წუწუნებენ 24 საათის განმავლობაში, მინდა გითხრათ. ეს მაქვს წუწუნს, მოუწესრიგებლობას, დაულაგებლობას, არევას, სიყვარულისკენ ხელის ჩაქნევას, არ ლოცვას, სულიერების დაკარგვას, შესაბამისად ამის დასაბალანსებლად აუცილებელია ვიმედიტიროთ, მეტი სიკეთე გავცეთ, პატივი ვცეთ ერთმანეთს, გვიყვარდეთ ერთმანეთი და მეტად ისე დავაფასოთ. გოგამ თქვა ესეთი რაღაცა, ზედმეტ დაისჯებიან ზედმეტად კეთილი ადამიანებიო და რაღაც უნდა გითხრათ. დაახლოებით აი 5 წელი იქნება, მოუკელი, რა თქმა უნდა, ისე ვისჯებოდი ხოლმე და რა მქონდა? არც ვეკითხებოდი. ვუკეთებდი, ვეხმარებოდი, აი რაღაცა რჩევას ვაძლევდი. მერე ისე ვისჯებოდი ამის გამო, მივხვდი, რომ ზომიერებას არაფერი არ ჯობია. ნინა, რა მაინტერესებს, იცი? 2026 წელი, ცეცხლოვანი ცხენის წელი. არის ჩვეულებრივი. რა განსხვავებაა ამაში? სტიქიების მიხედვით განსხვავდება, სულ არის 5 სტიქია, იმიტომ მეორდება 60 წელიწადში ერთხელ და შესაბამისად, ახლა ეს წელი არის ცეცხლოვანი წითელი ცხენის წელიწადი. როდის შემოდის, აი კონკრეტულად? 17 თებერვალს შემოდის, იქამდე ჯერ კიდევ იქნება გველის წელიწადი აქტიური, ხოლო 17 თებერვალს უკვე შემოვა ცეცხლოვანი ცხენის წელიწადი. მოკლედ, ერთი რამე მინდა გითხრათ, ამ ბოლო დროს ყველაზე მეტად მახარებს, როცა ადამიანები ბრუნდებიან სამშობლოში. ემიგრანტები, რომლებიც აი უსაზღროდ შეყვარებულები არიან თავიანთ სამშობლოზე და აი წარმომიდგენია როგორ უცემთ გული, როცა ისინი თვითმფრინავიდან ჩამოდიან. თამუნა კინგი გახლავთ ჩვენი სტუმარი, პირველად არის ის ჩემთან სტუდიაში, პირველად იმიტომ რომ ქალბატონი თამუნა დაბრუნდა კანადიდან, ძალიან დიდხანს ცხოვრობდა იქ და მოღვაწეობდა, ამიერიდან ის საქართველოს დაუბრუნდა და მომიყევით თქვენი ნიჭის შესახებ. მე გახლავთ რეგრესოლოგი და ნუმეროლოგი და დღეს მინდა მოგიყვეთ თუ ნუმეროლოგია რას მოუტანს 2026 წელი როგორი იქნება საქართველოსთვის ზოგადად და საერთოდ ყველასთვის, ყველა ადამიანისთვის. 2026 წელი რომ შევკრიბოთ, მისი რიცხვები გამოდის ერთიანი. ერთიანი ნუმეროლოგიაში არის ახალი იმპულსი, ახალი გზის დასაწყისი. სხვათა შორის წელს რა პროექტებიც გააქვთ ჩაფიქრებული, ყველას ექნება გრძელვადიანი პერსპექტივები. თუ თქვენ მაგალითად ოჯახის შექმნა გსურთ, ან ბავშვის გაჩენა, ეს არის იდეალური პერიოდი იმისათვის, რომ გქონდეთ მყარი, ლამაზი და გრძელვადიანი ოჯახი. ზოგადად ერთიანი არის, ესე ვთქვათ, ჯადოქრის ენერგია. ეგ იმას ნიშნავს, რომ ამ ენერგიას შეუძლია 4-ვე სტიქიის მართვა და წარმოიდგინეთ თქვენ ყველა ადამიანს აქვს იმის საშუალება, რომ თავის ცხოვრებაში მოიტანოს სიხარული, ბედნიერება, ფული, მთავარია სწორი აზროვნება, სიკეთე, სიყვარული თავის ცხოვრებაში. ნამდვილად ვიტყოდი, რომ წელს ჩაიყრება ისეთი საფუძვლები, რომელიც დაეხმარება საქართველოს გადავიდეს იმ ულამაზეს მომავალში, რომელსაც მე მგონი ყველა ელის.
ეს იქნება ახალი ნაბიჯებით წინსვლა, ტრანსფორმაცია დასრულდა, როგორც უკვე ვთქვით, ასე რომ 18 წლის განმავლობაში ვიკაშკაშოთ და ვიყოთ ბედნიერები. ნინა, რა მაინტერესებს? როდის შემოდის ცხენისწელი? 17 თებერვალს შემოვა ცხენისწელი, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ახალ წელს მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ ციკლი იცვლება და 26 წლის შემოსვლა, მოდი მე ასე დავარქმევდი მზის წელის შემოსვლასაც, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი მართლა ახალი ციკლი იწყება. ახალი წელი დგება თავისთავად 2026 წელს, თუმცა თვითონ წლის მართველი შეიცვლება 17 თებერვალს. შესაბამისად ამის მიხედვით და როგორ უნდა შევხვდეთ? საკმაოდ მნიშვნელოვანი და კარგი კითხვაა, როგორ უნდა შევხვდეთ ახალ წელს, თუმცა ძალიან ხშირად ვსაუბრობთ კი არა და ყოველთვის როგორ უნდა შევხვდეთ, მაგრამ არასდროს არ ვსაუბრობთ, როგორ უნდა გავაცილოთ ძველი წელიწადი, რასაც მიუხედავად იმისა, რომ ყოველ წელს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ცხენი ყოველთვის წინ იყურება და არასდროს წარსულში. შესაბამისად, უნდა ვეცადოთ, სულ რამდენიმე დღე არის დარჩენილი ახალი წლის შემოსვლამდე, ყველაფერი რაც კი რამ გვაქვს დასასრულებელი. თუ კი ვინმეზე ნაწყენი ვართ, ან ჩვენ თვითონ ვაწყენიათ ვინმეს, უნდა ვეცადოთ მაქსიმალურად, რომ ყველაფერი ბოლომდე მივიყვანოთ, დავასრულოთ, არ გადავიტანოთ ახალ წელს ნეგატივი წყენა, ბოღმა, ყველაფერი ის რაც ცუდია, დავტოვოთ წინა წელს. გარდა ამისა, თუ ვინმეს დახმარება შეგვიძლია, შეიძლება იყოს მეგობარი, ნაცნობი, ახლობელი, არ აქვს მნიშვნელობა, თუ კი ვინმესთვის რამე სიკეთის გაკეთება შეგვიძლია, უნდა ვეცადოთ მაქსიმალურად, რომ დადებითი ენერგია გავცეთ იმისთვის, რომ თუნდაც რაღაც კარგი დავტოვოთ ძველ წელში. მაგით ვაცილებ? მაგას გასწავლეთ კიდე პატარა რიტუალს, რის გაკეთებაც შეგვიძლია იმისთვის, რომ უფრო მარტივად წაიღოს ეს ცუდი რაღაცები და შესაბამისად არა მხოლოდ ცუდია. ხანდახან შეიძლება ის რაც კარგი ვგონია, ან ის რაც რაღაც კონკრეტულ მომენტში ჩვენთვის საჭირო იყო, ხელი შეგვიშალოს და არ მოგცეს იმის შესაძლებლობა და სივრცე, რომ ახალი მოვლენები მოხდეს ჩვენს ცხოვრებაში, ან თუნდაც გაიხსნას იმის გზა, რომ რაღაც ახალი შემოვიდეს ჩვენს ცხოვრებაში. შეგვიძლია პატარა რიტუალი ჩავატაროთ, დაგჭირდება სანთელი, წყალი, მარილი და თასი, ფურცელი, კალამი, დავანთოთ სანთელი, დავწეროთ ამ ფურცელზე ყველაფერი ის, რისი გაშვებაც გვინდა, რისი დატოვებაც გვინდა 2025 წელს. ეს შეიძლება იყოს ემოცია, შეიძლება იყოს პრობლემა, ნებისმიერი რამ, რაც გვიშლის, გვაწუხებს და გვინდა, რომ წარსულში დავტოვოთ. თაში ჩავასხამთ წყალს, ჩავკრით მარილს, შემდგომ ამ სანთელზე დავწოვოთ ფურცელს და ჩავკრით ფერფლს აი ამ მარილიან წყალში, რომელიც გაენეიტრალებს და უფრო მარტივად მოვახერხებთ იმას, რომ აი ეს რაც ხელს გვიშლის, დავტოვოთ ძველ წელში და გადავდგათ ახალი ნაბიჯი ახალ ციკლში, ახალ 2026 წელს. ასევე კარგი იქნება შეგვიძლია ასე დავიწყოთ, მე სიამოვნებთ ვემშვიდობები ნეგატიურ ენერგიებს, ემოციებს, ბლოკებს და შემდგომ უკვე ჩვენი სიტყვებით ყველაფერი ის რისი დამშვიდობებასთანაც გვინდა. ეგ უნდა გაიმეორო, იმიტომ რომ ძალიან სწრაფად თქვი. მე სიამოვნებით ვემშვიდობები ნეგატიურ ენერგიებს, ემოციებს, ბლოკებს და ბლოკებს. და შემდგომ უკვე ჩამოვწერთ ყველაფერს იმას, რაც უკვე ჩვენთვის კონკრეტულად არის ხელშემშლელი. გიორგი, რა რიტუალია ასტროლოგიური, აი რა უნდა გავაკეთოთ? იცით რიტუალს რაც შეეხება ამ შემთხვევაში უკვე აი მანიფესტაციები არის ძალიან მნიშვნელოვანი, ესე იგი ეს არის თვითშთაგონება, როდესაც კოსმოსში უშვებ ფრაზას და ის შემდგომ ეს პროგნოზი, აი ეს კოსმოსი შენ გიბრუნებს ამას. ეს არის თავდაჯერებულობა, თვითშთაგონება და მთავარი არის მანიფესტაცია. და მანიფესტაცია ამ შემთხვევაში ჩვენ რაც ყველაზე მეტად გულით გვინდა, რომ მოხდეს, დღეში რამდენიმეჯერ უნდა გავიმეოროთ, ну მინიმუმ 3 ჯერ. ოღონდ გამეორების ტექნიკა არის შემდეგი. როდესაც იტყვით, კი არ უნდა თქვათ უბრალოდ, არამედ აი ამ სიტყვასთან ერთად ემოციაც უნდა ახლდეს, აი ამ სიტყვას. და პლუს ამას სხეულის მოძრაობაც, ანუ სხეული, ემოცია და გონება ერთობლიობაში უნდა მოქმედებდეს. ანუ ესე იგი ეს სამის კომპლექტი, სხეული, ემოცია, გონება. და ის რაც ყველაზე მეტად გვინდა, ჩვენ უნდა კოსმოსის მივმართოთ კოსმოსისკენ. შეიძლება მეკითხო დავსვა? კი, თქვენ უფლება გაქვთ, თქვენ საპატიო სუფრაზე რა უნდა გქონდეს მაგალითად და აი რაფერი უნდა გვეცვას 60, 31-ში, გამე სამ დადგება ახალი წელი. გოგა აუცილებლად, ეს კი ძალიან კარგი იქნება თუ არ ვიქნებით მუქ ფერებში. ძალიან მნიშვნელოვანია ღია ფერებით, თბილი ფერებით, წითელი ჩაიცვით კი ბატონო, ოქროსფერი წითელი, არავითარ შემთხვევაში შავი. შავი ამოვიღოთ, მუქი ტონალური ფერები ამოვიღოთ და სუფრაზე ყველაზე მთავარი, უმთავრესი ხა ძალიან ბევრი გამინაწყენდება, დარწმუნებული ვარ, შევხვდეთ აუცილებლად ბურღულეულით. 31-ში ღამეს უკვე რამოდენიმე დღეში მოდის ახალი წელი, სუფრაზე არ უნდა იყოს წითელი საკლავის ხორცი. ფიზიკურად ცხენი
არასოდეს არ სვავს მღვრიე წყალს. მოკვდება სანამ არ იპოვის სუფთა წყალს. აქედან გამომდინარე, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანი როგორ აზროვნებს და რა მინდა შენთვის. რაც მინდა შენთვის, აუცილებლად ის მოვა ჩემთვის. და აი ეს არის აუცილებელი, ეს მივიტანოთ მაყურებლამდე და ერთი რამე მინდა გითხრათ, აი რაც შეეხება ლოცვის ზალას. არასოდეს არ მithოვია არაფერი ღმერთისთვის. სულ მადლობას ვეუბნები მარტო და всё მე. ნახე, აი მადლობამდე გეტყვით ერთ რამეს. მადლობამდე, აი ესეთი ტექსტი მაქვს, ჩემია, რომ ღმერთო შენზე კარგად არავინ არ იცის მე რა მჭირდება. მომეცი. ის რაც მე მჭირდება. ხატია, რა მაინტერესებს, იცი, მოდი პროგნოზი. ეხლა ყველა ელოდება პროგნოზს, ვის რა ელოდება, ანუ ასტროლოგიური ნიშნებით, ესე 6 რო თქვას, 6 გიორგი იტყვის. დავიწყოთ ვერძებით და ვერძებს მოუწევთ, რომ თვით დისციპლინა გამოიმუშავონ 2026 წლის მანძილზე, ანუ შეიძლება გქონდეთ რაღაცა კონკრეტული იდეები, მაგრამ ამ იდეების განხორციელებისთვის სამყარო მათგან ითხოვს სიახლეების მიღებას, გუნდურ მუშაობას და ამავდროულად თვით დისციპლინას უნდა დაეყრდნონ საკუთარ თავს. ამ შემთხვევაში ვერძებს აქვთ ნამდვილად წარმატების შანსი, საკმაოდ დიდი წარმატება შეუძლიათ მიაღწიონ მთელი წლის მანძილზე, განვითარებადია ვერძების პროგნოზით და სხვადასხვა ითხოვს კიდევაც ვერძებისგან განვითარებას. კუროებს რაც შეეხება მოკლედ ფინანსური თვალსაზრისით სიახლეების პერიოდი აქვთ, ანუ კუროებს ფაქტიურად სამყარო აიძულებს თვითონ არ გადადგამენ სიახლეების თვალსაზრისით ნაბიჯებს, ანუ საქმიანი განვითარების კუთხით და ასევე ფინანსური თვალსაზრისით ძველი გატესტილი გზები აღარ იქნება კუროებისთვის წარმატების მომტანი და ვურჩევ რომ მიიღონ სიახლეები, არ შეუშინდნენ თუნდაც პატარა ნაბიჯები ფინანსების გამომუშავების ახლებური გზა. აი ეს მოეთხოვებათ, რომელიც შეიძლება იყოს გუნდური, მეგობრებთან ერთად, ნათესავებთან ერთად, თანამოაზრეებთან ერთად. ტყუპები. რაც შეეხება ტყუპებს, ტყუპებს პირველ რიგში გავაფრთხილებთ, რომ ნერვიული სისტემა გექნებათ ამ წელს რთული და შესუსტებული და ნერვიული დაწესებულება იქნება ტყუპები, იმიტომ რომ ბევრი მოვლენა ხდება ძალიან ტყუპებთან და აქედან გამომდინარე ეს ერთდროულად ბევრი საქმის კეთება იწვევს ემოციურ დაძაბულობას და გადაღლილობას. ჩემი რჩევა იქნება, რომ ტყუპებმა აუცილებლად უნდა მიიღონ სიახლეები, ოღონდ საკუთარი თავის ინტელექტუალური განვითარების თვალსაზრისით, ანუ ინტელექტუალური განვითარება რაღაც ახალ ეტაპზე უნდა გადავიდნენ, ხარ მაგისტრი გახდი დოქტორი, ხო? აი დაახლოებით ესეთ რაღაცას იმ საქმეშიც საკეთებენ, ამას ითხოვს ტყუპების, უნდა განვითარდნენ აუცილებლად, ახალი ცოდნები მიიღონ, მაგრამ მნიშვნელოვანი არის, რომ ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ აკეთონ საქმეები და არ იჩქარონ, იმიტომ რომ ფსიქიკა გადაღლილია. გიორგი, კირჩხიბი. კირჩხიბი ერთ-ერთი ფავორიტი ნიშანია, განსაკუთრებით კირჩხიბებს უნდა კონდეს მეგობრების იმედი და წლის პირველი ნახევარი იქნება კირჩხიბებისთვის 2026-ის პირველი ნახევარი ფანტასტიკური. შემდეგი ზოდიაქოს ეს ლომი არის როგორც თქვი დასავლურის მიხედვით არის ლომის წელი. შესაბამისად ლომი არის ამ შემთხვევაში ნამდვილად ესეთი ფავორიტი, ძალიან ძლიერი ნიშანი ამ წელს და ლომები ეს შვებას იგრძნობენ. 2026 იქნება ლომისთვის რაღაც შვების წელი. და შემდეგზე გადავიდეთ, ეს არის ქალწული. ქალწულებს რაც შეეხება, ქალწულების მთავარი მომენტი არის აქტიურობა. 2026-ში ქალწულმა ფეხი ფეხზე არ უნდა გადაიდოს. იაქტიურონ, იმიტომ რომ ქალწულებს ვარსკვლავები ეხმარებიან შემდეგ წელს 2026-ში. ასე რომ ეს სამი ნიშანი არის მართლაც გამორჩეული 2026-ში. კირჩხიბი, ლომი და ქალწული. სასწორი, ნინა. სასწორებისთვის საკმაოდ კარგი პერიოდი იქნება, განსაკუთრებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ურთიერთობების კუთხით, იმიტომ რომ ახალი შესაძლებლობები მიეცემათ და შეძლებენ რომ ახალი ნაბიჯები გადადგან. გარდა ამისა, შეუძლიათ რომ წლის შუა პერიოდი შედარებით უკეთესად გამოიყენოთ, უფრო ვიტყოდი მეორე ნახევარი, ან წლის მეორე ნახევარში უფრო მეტად გაიხსნებათ შესაძლებლობები, რომ ახალი ნაბიჯები გადადგან, შესაბამისად თუ წლის დასაწყისში შედარებით სუსტი იქნება, წლის მეორე ნახევარი უნდა იცოდონ, რომ მაქსიმალურად კარგად გამოიყენონ. მორიელებისთვის წლის დასაწყისი იქნება ცოტა რთული, მოდი ასე ვიტყვი, თუმცა ნელ-ნელა სიტუაცია შეიცვლება და შესაბამისად უკვე მოახერხებენ, რომ გადადგან ახალი ნაბიჯები, თუმცა გარკვეული სიფრთხილე მათ მაინც მართებთ განსაკუთრებით წლის დასაწყისში, იმიტომ რომ ჯერ კიდევ მათზე მოქმედებს, რომ ამ შემთხვევაში ლილიტი მათ ნიშანში იმყოფება და შესაბამისად უნდა იცოდნენ, რომ სწორად გამოიყენონ ეს პერიოდი. ცდუნებების კუთხით განსაკუთრებით.
ხოლო რაც შეეხება მშვილდოსნებს უკვე მშვილდოსნებისთვის იქნება, მოდი ასე ვიტყვი, ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი და განსაკუთრებული წინდახედულობა და სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს ზოგადად წლის განმავლობაში, თუმცა ისე ვიტყვი ეს რაღაცას, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ კონკრეტულ დროს და კონკრეტულ პერიოდში, კონკრეტულ ზოდიაქოს ნიშნებისთვის არ იქნება ნათელი და დადებითი პერიოდი, უბრალოდ როცა რაღაც რთული მდგომარეობა დგება, უნდა იყვნენ მეტად წინდახედულები და მეტად გამოიჩინოს სიფრთხილე, რაც ამ შემთხვევაში მშვილდოსნებს განსაკუთრებით ეხებათ. თხის სქის შემთხვევაში წლის დასაწყისი იქნება კარგი პერიოდი და თხის სქება მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ, ვიტყვი იანვარი-მარტის შუა რიცხვები, იმიტომ რომ მაგ პერიოდში მიეცემათ შესაძლებლობა, რომ ახალი წამოწყებები დაიწყონ, ხოლო რაც შეეხება წლის ბოლოს, აი თხის სქებისთვისაც შესაძლოა რომ ცოტა ესეთი რთული პერიოდი დადგეს და უნდა იყვნენ მაქსიმალურად წინდახედულები. ხოლო რაც შეეხება აი წლის დასაწყისში ახალი შესაძლებლობები გამოჩნდება, რომლებიც მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ, არ გავუშვან შესაძლებლობა, რომელიც მიეცემათ. მერწყული გიორგი. რაც შეეხება მერწყულის ერთ-ერთი კარბული ნიშანია 2026-ში, ბევრი მიმართულებით ექნება გამოწვევები მერწყულს, მაგრამ მთავარი მომენტია ეს სამსახურებრივი თემა. სამსახურებრივი ადაპტაცია შეიძლება ცოტა ბევრი მუშაობა მოუწიოს, მაგრამ ეს დაძლევადია და მოკლედ მერწყულის თემა არის სამსახური 2026-ში. ცოტა მეტი მუშაობა, შეიძლება ცვლილებები იყოს, ახალი სამსახური, მოკლედ აი ეს თემა ტრიალებს მერწყულისთვის განსაკუთრებით. დიახ. თევზები. თევზებისთვის 2026 წელი წარმატების მომტანი არის. შვილებთან ურთიერთობების თვალსაზრისით ასევე შეუძლიათ გაითქვან სახელი. განსაკუთრებით თევზებს აქვთ აი შემოქმედებით ნიჭები საკმაოდ დიდი დოზი და სამყარო მისცემს ყველანაირი ენერგიას, რომ გამოავლინონ თუ აქამდე არ ეძლეოდათ ამის საშუალება. ასევე ახალ ეტაპზე გადადის ფინანსური თვალსაზრისით და ფინანსური მხარე თევზებთან არის მნიშვნელოვანი და მოეთხოვებათ ასევე თევზებს, რომ ფინანსური თვალსაზრისით რაღაცა ახალი სცადონ, ახალი გააკეთონ და ამავდროულად საკუთარი თავის რწმენა უნდა აიმაღლონ თევზებმა, საკუთარი თავის სიყვარული და ეს 2026 წლის პირველ ნახევარში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება თევზებისთვის, ანუ პერსპექტივები უფრო პირველ ნახევარში მიეცემათ, ამიტომ არ უნდა გაუშვან შანსი ხელიდან, ანუ ასევე პარტნიორ ურთიერთობებში, შვილებთან ურთიერთობებში, ოჯახის წევრებთან საკმაოდ ჰარმონიული პერიოდია. თევზებს ძალიან ბევრი რამე მარტივად მიეცემათ. ეხლა უბრალოდ შეიძლება რაღაცნაირად გაჩერებულად გრძნობდნენ თევზები თავს, მაგრამ აუცილებლად საკმაოდ კარგი პროგნოზების მომტანი არის თევზებისთვის. მოკლედ 2026 წელი სპეციალურად კუროს ჰოროსკოპისთვის ორი სიტყვა უთხარით. აი მარტის შუა რიცხვებიდან აპრილის ბოლომდე იქნება ესეთი კუროსთვის შედარებით კარგი პერიოდი. ურთიერთობების კომუნიკაციის თვალსაზრისით შეიძლება ახალი ნაცნობები შეიძლება რაღაცა მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდეს. მოდით ახლა აი ესე ჩამოვივლი და რეკომენდაციები როგორ მოვიზიდოთ ხვავი და ბარაკა. წელს 2026 წელს არავითარ შემთხვევაში დაფნის ფოთოლი. ძალიან კარგი იქნება, ესე იგი ცეცხლოვანი ნიშანია დარიჩინის ჩხირი, შეგიძლიათ გადატეხოთ საფულეში ან ჩანთაში, მანქანაში დარიჩინის ჩხირი. ვსო, თვითონ ეს დარიჩინია ცეცხლოვანი ნიშანი, შესაბამისად ფინანსური ენერგიისთვისაც ძალიან კარგია, შეგიძლიათ ნატეხი იქონიოთ ჩანთაში, მანქანაში და ყველაზე მთავარი და უმთავრესი სახლის 4-ვე კუთხეში, ბალიშის ქვეშ მონეტა, შემოსასვლელში აუცილებლად ესე იგი საფარის ქვეშ აუცილებლად მონეტა, სამზარეულოში აუცილებლად მონეტა. რისი მონეტა? ნებისმიერი ერთი თეთრი ცენტი, ასე შემდეგ, კი ბატონო. თამუნა. მე როგორც ნუმეროლოგი ასეთ რჩევას მოგცემდით, რადგან ეს წელი 2026 არის ახალი იმპულსის დასაწყისი, რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა ახალი საფულის შეძენა ამ პერიოდისთვის. ფერსაც რა თქმა უნდა ვიტყვი, ეს იქნება წითელი, ან ოქროსფერი, რაც ცეცხლოვან ცხენს შეეფერება. საერთოდ ზოგადად ნუმეროლოგიაში არსებობს პირადი ფინანსური კოდი, რომელიც კონკრეტულად თქვენი ჩემი, ესე ამის გამოთვლა ნამდვილად შეიძლება. მაგრამ ისედაც შემიძლია გირჩიოთ, აიღოთ ნებისმიერი კუპიურა და დაუმატოთ მეტი ნულები. თუნდაც იყოს 5-ლარიანი, მიუმატეთ 6 ნული მიუწერეთ და აუცილებლად დააწერეთ თქვენი დაბადების თარიღი. ჩადეთ ამ ახალ საფულეში და ეს საფულე იყოს ახალი წლის სუფრაზე, რომ დაებედოს ეს ახალი იმპულსი, შემოსავალი, ბედნიერება, ბარაკა და ყველაფერი საუკეთესო.
ასევე მინდა გითხრათ, რომ აირჩიეთ აღმოსავლეთის მხარე, კომპასი ახლა ყველას გააქვთ და ზუსტად აღმოსავლეთის კუთხეში გააკეთეთ, დადეთ ყულაბა, რომელში 5 თეთრიანებს, 5 ლარიანს, 50 ლარიანს ჩაყრით. და ხუთიანი აუცილებლად. ამისათვის შეგიძლიათ გარშემო დაყაროთ ხორბალი ან ბრინჯი, ეს არის ერთ-ერთი ფინშუის პრინციპის მიხედვით და პერიოდულად აანთეთ სანთელი, ანუ ცეცხლის ენერგია აუცილებელია. და აქ არის ერთი ნიუანსი, თვის განმავლობაში თუ ერო დამთავრდება, იქიდან აიღეთ რამოდენიმე ვალუტა, ხო, თანხა და დახარჯეთ და კიდევ დაამატეთ. ანუ ფულის ესეთი წრიული მოძრაობა უნდა გქონდეს, რომ შემოსავალი მოვიდეს თქვენთან ცხოვრებაში. და კიდევ ერთ ვეტყვი, მე ცოტა ის კვანტურ მეთოდებს ხარესავარ. აიღეთ თქვენი ხმის ჩამწერი ყველას გაქვთ მობილურში, აიღეთ ერთი წინადადება, აწმყო დროში. თქვით ერთი წინადადება, მე უკვე ვარ დავუშვათ უზრუნველყოფილი, მე მაქვს ეს თანხა. და რამოდენიმე ჯერ გაიმეროთ, ოღონდ ისე კი არა უბრალოდ უნდა გჯეროდეთ, რა თქმა უნდა, და მე ყოველ საღამოს ძილის წინ, როდესაც თქვენ გადადიხართ უკვე ტეტა მდგომარეობაში, ნაუშნიკები გაიკეთეთ, ყურსასმენები და მოусმინეთ ამ ჩანაწერს ერთი თვის განმავლობაში, ნახეთ თუ არ შეიცვლება თქვენი ცხოვრება. ნინა, როგორ მოვიზიდოთ ფინანსები? მოდი პატარა შესავალს გავაკეთებ, როგორ მოვაწონოთ თავი ცხენის წელიწადში. ხო, იმიტომ რომ რეალურად დგება ამის პერიოდი და შესაბამისად რაღაც ისე უნდა მოვიქცეთ და ისეთი ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რომ მოვხიბლოთ. ეს არის, ითქვა იდეაში, მაგრამ გულწრფელობა, სიმართლე. არ უნდა ვიყოთ ბოროტები, არ უნდა გქონდეს ნეგატივი და ცხენი ძალიან მარტივად გრძნობს სიყალბეს და შესაბამისად უნდა ვეცადოთ, რომ მაქსიმალურად სიმართლით ვიცხოვროთ და ამასთან ერთად უფრო მეტად გაიზრდება ინტუიცია. შესაბამისად შეგვიძლია რომ ჩვენ შეგრძნებებს უფრო მეტად ყური დაუგდოთ და გავითვალისწინოთ. გარდა ამისა უნდა ვეცადოთ რომ სახლი იყოს მაქსიმალურად განათებული, სანთლები ძალიან კარგი იქნება და ამასთან შეგვიძლია სუფრაზე მქონდეს თაფლი, წაბლი და ასევე ძალიან კარგი იქნება ბროწეული. ეს ისეთი ნაყოფიერების ბარაქის და დადებითი ენერგიის მოსაზიდად და ამასთან ერთად არ დაგვაუწყდეს მინერალები, ლალი, ძოწი, იასპი და ციტრინი, რომელიც წლის მინერალები იქნება და ესეც შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ, შევიძინოთ, გქონდეს საფულეშიც და ასე შემდეგ. მოკლედ ისე საინტერესოდ მიდის გადაცემა, რომ აი არ ვიცი, ბედნიერი ვარ მე და ჩემი მაყურებელი, მაგრამ თემო უნდა გვიმღერო. რა თქმა უნდა გიმღერებთ. თოვლიანი ღამე თოვლიანი გზა შორს მიფრინავს თეთრი ფრინველი ბედის ხიდზე მავაც მახსენდება კვლავ სიყვარული ჩვენი პირველი შორიდან მოდიან ფართადი კრებია ფიქრები უნაზესი მტები შენამდე ოროგო შორია თუმცა მე ყოველ დღე ხდები მერე მოვლენს ხვები დატკეპნიან გზებს და პირველი კვალიც გახება გაშლილ მხრებზე მთების აგორდება მზე სიყვარული მაინც დარჩება შორიდან მოდიან ფართადი კრებია
დიდი მადლობა. მოკლედ ჩემო ძვირფასებო, ეხლა მე თქვენ დაგირიგებთ სამახსოვროდ და მინდა გულით გაჩუქოთ, ეს არის ცხენის ქვა. თქვენ არ იცით. ეს არის ბედნიერების ქვა, სიხარულის ქვა და საიდან მაქვს ამას გადაცემა რო დამთავრდება, მერე გეტყვით. მადლობ. ბედნიერება, სიხარული, სიყვარული, ბევრი ფული, წარმატება და მოკლედ ჩემგან საჩუქრად და მოკლედ ვამთავრებთ გადაცემას აუცილებლად უნდა მიირთვათ. სანამდე შენ დაამთავრებ, ჩვენც მოგიტანეთ, შენს რაღაც საჩუქრად. და აი ხა გამოიცანი, ხა შენ ხო ხარ ის პიროვნება, რომელმაც ჩვენზე მეტი იცი. შენ მომიტანე? მე არა, სულ ყველა მოგიტანეთ აბსოლუტურად. ვაიმე, უნდა 1 2 3 4 5 8 საჩუქარი. გამოიცნო ვინ რომელი მოგიტანა. უნდა გამოიცნო ვინ მოგიტანა. თუ ვერ გამოიცნობ უკან წავიღებ. არ კარგი როგორ არა კაცო, აბა მიდი. როგორ მოგიტანა. ანგელოზია? სასაული. აჩვენ ვერ შეიძლება. მე მივხვდი. დიდი მადლობა. მე მივხვდი ეგრე. ულამაზესი საჩუქარი. მე ვერ მივხვდი. ეხლა შემდეგი. ინტერვიულე. შემდეგი ეს არის? უი, მე გული ამიჩქარდა. რატო რა მაგიჩქარა გული ეცე? დედა რა ლამაზი. ზუსტად ოქრო. ო, ძალიან ლამაზია. ო, კარგით რა. არ ვიცი ეს გამოცნობა. ძალიან ლამაზია. ეს ნეტა რა ქვა ესა? მარმარილოა სავარაუდოდ. ღატია მაშ. აი რა გინდა. აი, როგორ დასურჩი. შემდეგი ეს, ხო? კი. აი მე ადე გველად სასახსნელია. შეცხადე. აღარ შემიძლია შეცხადება. დედა რა ლამაზია. სასწაული. მარი. ვაიმე, როგორ ვინტერვიულე? აბა ცოცხი მესეკნებოდა. არა, აი ცოცხი. ყველაზე პატარა აიღე, გია, ყველაზე პატარა. ეს არა. წითელი ძაფით არის, თან იქიდან მკარდახობს, დიდზე კი არ მიკარდახა. პატარაზე ეთყობა თვითონ მომიტანა. ციცაკა? ეს არა, ელფის ფეხსაცმელია, წარმატების მომტანი და სპეციალურად ამისთვის ბარსელონაში რო ვიყავი, ძალიან დიდი, ესე იგი, სულითა და გულით შევიძინე შენთვის მინდა გითხრა. დიდი მადლობა. უი, მე ცხენის წელი. არ მქონდა ცხენის სიმბოლო. ეს რა საყვარლობა. პანჯო მაჩო. არა მაგარი. მართლა ხო? ო, აბა. უი, მე რა ლამაზია. ხოდი. ცხენის კუდი. აიმე. ნინას ვინაიდან კარგად ვიცნობ, გიორგის. დიდი მადლობა. ეს რა არის? დედა რა ლამაზია. აკა ჩავიხედე, კიდე ხო არაფერია თქო. აუ, ძალიან ლამაზია, შეხედე. რა მაგარი ფერია. ანუ აი ხლა დარჩა ნინა და თემური. ეგ თემურასი იქნება ეხლა ყველა ვარიანტი. დაგიჯერებ, მოდი. დაგიჯერებ. არის? მე ხო ვიცი შენი დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ნინა, გამოგიცანი. ნახე. ეს არის ციტრინით და იასპით აწყობილი ნაძვის ხის სათამაშო. დიდი მადლობა. ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ სიმღერას რა ჯობია. პანჩო, გთხოვთ.
ახალი წელი მოვიდა თოლის ბაბუა მოგვიტყდა მე თქვენ გაჩუქებს საჩუქრებს ღმერთი თუ რამეს მაჩუქებს თორე სხვა არ მინდა რა თორე სხვა არ მინდა უთქვა თოვლის პიპკები თოვლივით მები ცივი და გრძელი მოდის ახალი წელი ლა 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 თოვლის პიპკები მე მათ ვუმღერი ეს არის მთელი კაიფი ჩემი ახალი წელი მოვიდა ძველი კი ადგა და გავიდა 100,000 მოვა სხვა ცხოვრება ერთი გვაქვს მინდა ვთქვა თორე სხვა არ მინდა რა თორე სხვა არ მინდა რა თოვლის პიპკები თოვლივით ნები ცივი და გრძელი მოდის ახალი წელი ლა 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 თოვლის პიპკები მე მათ ვუმღერი ეს არის მთელი კაიფი ჩემი ახალი წელი მოვიდა მოკლედ ჩემო მეგობრებო დგება ახალი წელი 5 დღეში უკვე ვიზეიმებთ 2026 წლის შემოგბრძანებას და დავილოცოთ თითო სიამოვნებით ბაკალი დავლიოთ თან თქვით ცოტა ორ-ორი სიტყვა ბევრი არ გვინდა გავხსნათ სიყვარული, ბარაკა, წარმატება, ჯანმრთელობა, ყველაფერი. გემშვიდობებით, ჩემო ძვირფასო, საყვარელო, მაყურებელო. მიყურეთ ყოველ ხუთშაბათს საღამოს 10 საათზე. სხვა რაკურსი გიორგი ჯაჯანიძესთან ერთად.